რომ მოხვიდეთო გირჩი ოდესმე ხელისუფლებაში პირველ 100 დღეში რა იქნება ხუთი რადიკალური რეფორმა, რომლითაც შეცვლიდით თამაშს უმალ, სწრაფად. ყველა მიცის რა გვინდა და რომლის შანსიც იქნება იმას, ანუ თუ მოსასწრებია ყველაფერს ერთად იზამ 100 დღეში, მაგრამ ყველაფერს ერთად ხო ერთმანეთად ვერ იზამ და ამიტომ რაც არ არსებობს ეგრე გამოყოფილი პირველი რაც უნდა გააკეთო არის მართლმსაჯულების სისტემას უნდა მიხედო რომ უბრალოდ ლეგიტიმაცია გქონდეს თქვენ მართალს სწორად არჩევ. პირველი ალბათ ეს უნდა გააკეთო, მაგრამ ნუ რავი ბევრი ამბავი მულტისავალუტო რეჟიმს შემოიღებ ეგრევე. ხალხს ეტყვი რომ რავი ხალხო, მოდი რითაც გინდა იმით ივაჭრეთ. ბევრი ისეთ ტიპის თავისუფლებას შემოიღებ ქვეყანაში, რომ მე საზოგადოებამ ამ თავისუფლებაზე უარი ვერ თქვას. და ალბათ საგადასახადო და სისხლის სამართლის მიმართულებითაც ბევრი მიმართულებით, მაგრამ თავარი არის რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ახლა არის დალექილი აზრი, რომ მთავრობამ მაგრა უნდა დაგვარეგულიროს, მაგრა უნდა იმას ქნას, რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ და აი მე ვეცდებოდი რომ პირველ 100 დღეში ეს აზრი დამენგრია. რომ აი კონკურსი 100 დღის მერე იყოს გაჩაღებული იმაში, რომ ხალხი მოდიოდეს, აი მე წარმომიდგენია დაახლოებით როგორ შეიძლება ეს გააკეთო, რომ ბიუროკრატიაში წაახალისო პროცესი, როდესაც საჯარო მოსამსახურეები შენთან მოდიან, რეფორმების განხორციელების მოტივით, რითაც ბიუროკრატია უქმდება და მცირდება. კახაბედუქიძე ამაში იყო, მაგარი რომ ამ კონკურსებს ახალისებდა შინაარსობრივად და დღეს არის პირიქით მთელი ბიუროკრატია მოქმედებს იმაზე, რომ რა ახალი ჭანჭიკი მოიფიქრონ, სად დაასაქმონ თავიანთი ვიღაცა, რომ კიდე რაღაცა ჩაარეგულირონ, რაღაცა სასამართლომ არ დაუკმაო კანონი შეცვალონ. ანუ დღეს ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს აი როგორ გითხრა, აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დომინაცია, სრული ტოტალური კონტროლი ბოლომდე გაწოლილი სასამართლოთი, რომელიც მხოლოდ სიამოვნებისგან კვენესის მაქსიმუმ. ამის იქით არაფერი არ მოეთხოვება, რომ რაღაცა წინააღმდეგობა გაუწიოს იმ რაღაცა საგიჟეთს, რომელიც ჯარიმების სახით იქნება ეს თუ სხვა რეპრესიების სახით იზრდება და პირველი ეს დამოკიდებულება არის შესაძლებელი. თორე რომელი რეფორმით გამოგივა ეს არის. თავარი არის დამოკიდებულება პირველი 100 დღეში ხალხმა უნდა წარმოიდგინოს, რომ რა მაგარია ცხოვრება სხვადასხვა შეზღუდვების გარეშე და აი გამოვავლინოთ ის შეზღუდვები, რომელიც ხელს გვიშლიდა სხვადასხვა მიმართულებით და დავიწყოთ აი ამ შეზღუდვებზე გაუქმება ისე, რომ ამითი საზოგადოება კი არ შევაშინოთ, არამედ პირიქით მივახვედროთ, რომ პირიქით რომ აი ქვეყნის მართვა და ქვეყნის განვითარება სინამდვილეში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ უაზრო რეგულაციას გაუქმებ. ამას გავაკეთებდი 100 დღეში. წარმოვიდგენდი, რამდენი რეგულაციის გაუქმება არის შესაძლებელი და რაღაცნაირად დიდ დასტას მომამზადებდი, რომ მათი გაუქმების ხალხი ითხოვდეს. აკეთებს არგენტინაში უკვე კაი. კონკრეტულად რაში გამოგივა ეს ბევრ ამაზეა დამოკიდებული.